ჩვენ ვართ მცირერიცხოვანი ერი და ჩვენი გახლეჩვის პოლიტიკა და ლოგიკა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს. 1 ოქტომბერს გეთანხმებით არის ჩვენი ბოლო შანსი. ეს ყველამ კარგად გავითავისოთ. რა თქმა უნდა, ყველა წავალთ არჩევნებზე, მაგრამ ეს არ კმარა. მანამდე ყველას მოგიწოდებთ თქვენს ახლობლებს, მეზობლებს, აუხსნათ, რომ ეს არის ჩვენი ბოლო შანსი. აუხსნათ ისიც, რომ ნაციონალურ მოძრაობას, როგორც ურჩხულს, ერთი თავი კი არ ექნება რამდენიმე თავი. ასავალ-დასავალში თუ ნახავთ არის ჩემი და ბატონი სამანდაშვილის შედარებითი ინტერვიუები და ის ამბობს ძალიან მნიშვნელოვან რამეს. პრაქტიკულად ერთადერთი რამ თქვა დღემდე, რაც მე ძალიან მომეწონა. მან თქვა ასეთი რამ, რომ წულუკიანი თუ გაიმარჯვებს, აუცილებლად მივულოცავ. მე კი მინდა მას მოუწოდო, რომ ჩვენ მზად ვართ მოლოცვისთვის და დღეიდან საჭიროა ის შეუდგეს მოლოცვის ტექსტის წერას, იმიტომ რომ 1 ოქტომბერს ჩვენ აუცილებლად გავიარეთ. ალბათ დიასთან შეხვედრით ძალიან მამოქმედებია. თვითონაც გადავეცით ის პრობლემები, რაც აწუხებს მოსახლეობას და ძალიან დიდი იმედება. მე ჭიათურიდან ვარ, ბატონი ბიძირას საქმეების ყველაფერი იცი. ეს არის არაფერი ხაბარი არ არის, ყველაფერი რეალური ამბებია აბსოლუტურად და მჯერა რომ ნამდვილად თუ საქართველოს არჩევას გააკეთებს იმისას რომ ქართული ოცნება გაიმართოს, მჯერა რომ საქართველოს იქნება არაჩვეულებრივი ქვეყანა. ჩვენ ვხვდებით დღეს თემის ერთი ნაწილის ამორჩევლს, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ უკანებიდან მოდის ყავისფერი წყალი, იმიტომ რომ მარცხენა სანაპირო თბილისის ხელისუფლების თვალში არის დასაჩაგრი ამორჩეველი, მას უცვლიან ზაფხულში წყალსაცავს და მოდის სასმელად უარგისი წყალი. მაგრამ წყალიც რომ გვერდზე გადავსვით, აქ არის ძალიან მაღალი ხარისხის სიგატაკე, ბავშვები სექტემბრიდან ძალიან ვეღარ წავენ საბავშვო ბაღში, იმიტომ რომ არის ხასიანი სტუდენტებს უჭი გადასახადის გადახდა და ყველგან მოწონებით ხდებიან ჩვენს საარჩევნო პროგრამას, რაც ეხება კომუნალური გადასახადების, რა თქმა უნდა, შემცირებას, ფასების შემცირებას, სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას, დასაქმების პოლიტიკას და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის იმ პროგრამას, რომელიც უკვე არსებობს საჩხერეში და ივანიშვილის თავაზობს სრულიად საქართველოს ამორჩევლს, რომ ეს მოდელი გავრცელდეს მთელ საქართველოს. აქ იყო სტადიონი, ჩვეულები ნორმალური სუფთა, მინდორი თავისინები. 2003 წლიდან მithom გაასტორეს, გააფუჭეს. აი ესა მაგათი 2004-ში. 2008-ში მე გაასტორეს კიდევ აი ეს ბუგაროკებს ხედავ? მოიტანეს რაღაც მიწები დაყარეს ისე შევასტორებ, პარკს გაგიკეთეთ, თან უთხარით. ორი სკოლა. რაღაცა გააკეთეთ. ან კიბეები, იქიდან კიბეები კი გააკეთეთ. მოვალთ, ნახეთ რას გავს. ნაგავია სულ. მე აქეთ ამხარეს, აი რაღაცა ქარხანა გაუხსნით. ბილენის ანტენები, ერთი არ გვეყო, ორი და კიდევ იქეთ.